ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს. სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. თავად ახალაია დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდა. ახალაია ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურა მას 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებასაც ედავება. არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. განცხადებას საფარი ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით მამა შვილზე სექსუალურად წლები ძალადობდა. მათივე ცნობით დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა. სხვა ფორმით ძალადობის შემდეგ კი უკვე სრულწლოვან ასაკში გოგოს სახლიდან გაიქცა და საფარს მიმართა. კაცი მალევე დააკავეს. 23 საათიდან დილის 8 საათამდე დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. 1 სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს სპეციალური აპარატებით შეამოწმებენ. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა. დადგენილი ნორმის დარღვევა მძღოლის 100 ლარით დაჯარიმებასა და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში სანქცია გაორმაგდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. დღეიდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში. ნავარაუდებია სიტყვაც.